მაზარში მოხვით. Которая предоставляет пенсионерам серьезную пенсию. Потому что то, что вы с экономистами, очень серьезно. И мы считаем, что 150-180 на пенсию, это должна быть минимальная пенсия. Приходят, я за тебя голосую, я тебя очень люблю, потом уходят и... Ну, это нужно заканчивать. Ну, как это нужно заканчивать? Нужно заканчивать так, чтобы вести правильно. Это очень важно. Ну, я везде говорю, вот, особенно в деревнях, да, нужно дружить. Нужно иметь нормальные отношения. У нас откроется с Россией рынок. Когда рынок откроется... ჩვენ დღეს ვართ წალკაში, ვხვდებით მოსახლეობას, ეხლა გვქონდა შეხვედრა და კიდევ მივდივართ მოსახლეობასთან შესახვედრად. პრობლემები უმძიმესი, ელემენტარული, მართლა ფეოდალიზმია აქა და ადამიანები არიან ურთულეს მდგომარეობაში. ეკომიგრანტები ხელახლა აქციეს, ადგილობრივი მოსახლეობა ასევე ურთულეს მდგომარეობაშია. გაზი შემოყვანილია, მაგრამ აქვს მხოლოდ მუნიციპალიტეტის, რაიონის, ესე ვთქვათ, ხელმძღვანელობას და მის ოჯახებს, ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ეს მიუწვდომელი სიამოვნება არის და პრაქტიკულად უმძიმესი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა. ამას ემატება ის, რომ ბატონი გამგებელი, როგორც დღეს მეუბნებიან, აშინებს ხალხს, წუხელ ჩაუტარებია თათბირი, რომ აეკრძალა ადამიანებისთვის ჩამოსვლა. ძალიან ძვირად აგიჯდება ბატონო ჩემო. ძალიან ძვირად, ისევე როგორც ყველა იმ ადამიანს ვინც მსგავს რამეს გააკეთებს. ასე იქცეოდა ნაციონალური მოძრაობა, მიიღო რაც მისაღები იყო, თუმცა ბოლომდე ვერა, ნაციონალური მოძრაობა ბოლომდე მიიღებს რაც ეკუთვნის, როცა ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში დემოკრატიული მოძრაობა, როცა გავასამართლებთ და თქვენც მიგაყოლებთ კიდევ ზედ. ამის პირობას ნამდვილად გაძლევთ. ეხლა მივმართავ ქართულ ოცნებას. სანამ დრო არის, გამოიძიეთ ის რაც მოხდა წუხელ წალკის რაიონში და რასაც დღეს აქვს ადგილი, აი ქუჩაში რომ აპირებს ადამიანები რომ შემხვდნენ, რომ გამგებელს არ დაენახონ და მიიღეთ სასწრაფოდ შესაბამისი ზომები. მინდა ასევე წარვადგინო სიამოვნებით ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი ბატონი ჯუმბერ ანანიძე, ეს არის ძალიან ღირსეული ადამიანი, მებრძოლი ადამიანი, რომელსაც თუ რა მებრძოლები იყო ბოლო 10 წლეულების განმავლობაში, ყველა თავის თავზე და მხრებზე აქვს გადავლილი, მათ შორის აფხაზეთი, მათ შორის კოდორი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის არის ძალიან ღირსეული შვილი ჩვენი ქვეყნის და ის ნამდვილად მიხედავს წალკის რაიონს, ნამდვილად მიხედავს კაჭრეთს და დმანის, იმიტომ რომ ესეც უტვინოდ გააკეთა ხელისუფლებამ, რომ სხვადასხვა რაიონები გააერთიანა, მაგრამ ამის და მიუხედავად მე დარწმუნებული ვარ მხარდაჭერაში.